თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგში თბილისის აგრარული მუდმივად არსებობდა შეკითხვები, სამწუხაროდ არც ჩვენ ფრაქციას და არც სხვა ოპოზიციურ ძალებს საკრებულოში ამ შეკითხვებზე პასუხი ამომწურავი, გასაგები და სრულყოფილი არ მიგვიღია. ცხადია ეს ქმნიდა ძალიან საფუძვლიანი და სამართლიანი ეჭვის საფუძველს საიმისოდ, გვეფიქრა და გვევარაუდა, რომ თბილისის განვითარების ფონდში არის მთელი რიგი დარღვევები, რომელთა დაკავშირებითაც ფონდის ხელმძღვანელობას არ სურს ინფორმაციის გასაჯაროვება და საზოგადოებისთვის მიწოდება. ეს ეჭვი ძალიან ბუნებრივად გააძლიერა იმ ფაქტმაც, რომ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ბატონმა გიორგი საბანაძემ არჩევნების შემდეგ, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ დატოვა საქართველო და ცხადია, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური ეჭვი. ვიფიქროთ, რომ ამის, ასე ვთქვათ, ამ ქმედების თავარი мотивация და მიზეზიც გახლავთ ის, რომ არსებობს მთელი რიგი შეკითხვები და მან უბრალოდ თავი არიდა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას. ამიტომ მე, როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, მიმართავ თბილისის აგრარული ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რომ მათ უზრუნველყონ საკუთარი თანაგუნდელის საქართველოში დაბრუნება იმის, ის წარდგეს ჩვენი ფრაქციის წინაშე და უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომელიც არსებობს მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პირი, იძულებული გავხდები მიმართო მთავარ პროკურორს, რათა მან გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი შესაძლებლობა ბატონი გიორგი საბანაძის საქართველოში დასაბრუნებლად და მის მიერ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.